გურჯაანის კულტურის ცენტრში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის საქართველოს სიმფონიეტას მუსიკალური საღამო გაიმართა. სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი თერელაშვილის ინფორმაციით, გურჯაანში არაერთი შესანიშნავი მუსიკალური ფესტივალი გამართულა. ამის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ სამხრეთ ამერიკული ტურნეს წინ დაგეგმილი 2 კონცერტიდან ერთ-ერთის მასპინძელი გურჯაანი ყოფილიყო. ჩვენ ძალიან დიდი ხანია გვქონდა ესეთი იდეა, რომ გურჯაანში ჩამოსულიყავით, აი სხვადასხვა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აქამდე ვერ მოვახერხეთ. თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ხშირად შევძლებთ არც ჩამოსვლას. ზოგადად ჩვენი ორკესტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო შექმნის დღიდან, რომ ბევრი გვიარა საქართველოში, საზღვარგარეთაც თბილისშიც რა თქმა უნდა, მაგრამ თავარი მაინც რეგიონებში შემდგომ მონატრებულები არიან განსაკუთრებით ბავშვები. როგორც ვიცი, გურჯაანში ძალიან დიდი ხანია კლასიკური მუსიკის, მით უმეტეს კამერული მუსიკის კონცერტი არ ჩატარებულა და რა თქმა უნდა დიდი სიხარულით როგორც კი გაჩნდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ. ამას გარდა უნიკალური ინსტრუმენტებით ვართ ჩამოსული, აი რაც ჩანს ეს მართლა საოცრებაა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოვახერხეთ კრემონიდან ჩამოვიტანოთ. აი როგორც კახეთი არის ღვინის სამშობლო, ასე არის კრემონა ვიოლინოს სამშობლო. კახეთის სხვა შორის ძალიან კარგი მსმენელი არის ტრადიციულად, ჩვენ ხშირად დაგვიკრავს სხვადასხვა ქალაქებში და ყოველთვის გამოირჩევა თავის თბილი მიღებით, მუსიკალური კუთხე არა თქმა უნდა. ძალიან ბევრი კარგი მუსიკოსი არის კახეთიდან და სამწუხარო არის, რომ ზოგადად რეგიონებში არ არის ისეთი აქტიური ეს ჟანრი, რაც თავარი არის ყველა მუსიკის დასაბამი კლასიკური მუსიკა, კლასიკური მუსიკა რო არ არსებობდეს, არაფერი სხვა არ შეიქმნებოდა. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ, რაც შეგვიძლია ამისთვის ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ და იმედია, რომ ძალიან მალე კიდევ ესტუმრებით გურჯაანს. ზოგადად ჩვენი ორკესტრისთვის მეტად მნიშვნელოვანი არის კონცერტები რეგიონებში და ყოველთვის ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება საქართველოს ირგვლივ მეტ რეგიონში ვიმოგზაუროთ, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება საერთოდ არ ჩატარებულა კლასიკური მუსიკის კონცერტი, ან 10 წვეულებია არ ჩატარებულა. ესეთ რეგიონებს ვირჩევთ განსაკუთრებულად და მოხარულები ვართ, რომ დღეს პირველად შედგა ჩვენი კონცერტი გურჯაანში და ესე თბილად მიგვიღო მაყურებელი